დაიმეგობრებო, შოთა ჩოჩიშვილი მიუნხენში 1972 წელს ჯუდოის ასპარეზობაში ფინალში დავიდა და მისი მეტოქე ხედავთ ახლა ამ უძლიერეს მოჭიდავეს ჩვენი პლანეტისა კვლავ სტარბრუკია. ის სტარბრუკი, ვინც პირველ შეხვედრაში შოთას დაამარცხა. დაიქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შოთა დემორალიზებულია, ზედიზებუგებს 25 წამში, 35 წამში, 40 წამში მეტოქე აქვთ, მაგრამ სტარბრუკი კიდე გადის და ეს ბედიც არის მოჭიდავეს, რომ ის უნდა დაამარცხო ვინცენ უსიამოვნება და შოთა ახლა ხედავთ სტარბრუკი აქ კარგი ტექსტი აქვს თვითონ შოთას ვიტყვი რომ ნამდვილად ეხლა დრო გაყავს და ისვენებს, მაგრამ ნუ რაღაც ამ დაგვარი შოთა დიდი ტაქსის პიროვნებაა და არასდროს და აი ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. შოთაც დაადგება ზეზე ადგილეთ სტარბრუკი და აი უკანასკნელი წამები შოთა ახმოვა გამარჯვებასთან მისი მცდელი უყურებს ამ შემდგომ ბატონი გურამ უყურებენ სხვებიც და აი ფინალი და საჯებმა ერთხმად გამარჯვება შოთაც მიენიჭეს. აი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, არა მარტო ქართველი, არამედ იმ გრანდიოზული დიდი ქვეყნიდან, რომელსაც მაშინ საბჭოთა კავშირს ეძახდა. შოთა იყო და დღეს დარჩება და საუკუნოდ დარჩება პირველ ქართველ მოჭიდავედ, რომელმაც პირველი ოქროს მედალი ჩამოიტანა მიუნხენიდან. იმ ქვეყნის ჭიდაობაში, რომელიც მართლაც ქართველი მეზგატვრება იყო და 900 კიტო, 9 სხვა გადავიარე და 9-თაო, აი იმ შიშორიდან დაბადებულ ჭიდაობაში, იქ შექმნილ სახეობაში ჭიდაობისა, შოთა გახდა ჩემპიონი. მე მადლობელი ვარ შოთასი, რომ მომანიშა ეს ბედნიერი წუთები და რა თქმა უნდა ბედის მადლობელი ვარ, რომ მე მიმყავდა ეგ რეპორტაჟი. რომ პირველი ქართველი ჩემპიონი მე გამოვაცხადე. 12 წლის 1 სექტემბერს ძალიან დიდი სიხარული იყო და ძალიან დიდი წმენა იყო. ძალიან დიდი სულისკვეთება იყო, ასე უნდა გითხრათ ახლა. რაღაცის ჩვენ ძალიან თან დავჭეროდა ხვალდელი დღის ყველაფერს ვაკეთებთ ამ ალბომისათვის. რა თქმა უნდა მე მადლობანი დავუხა ქვეყანას, რომელიც მე მენტორ. წარმოგიდგენია რა ჩვენ ბატონო 22 წლის კლუბ აბსოლუტურად რომ როგორც იყვიან ხოლმე რა სპორტისათვისაც და ისედაც კლუბ არ ვიყავ ჩამოყალიბებული. მაგრამ ალბათ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ის რაც მათ აინტერესებდა. და ამდენადობა გამომიცხადეს. ამ დობამდე რა მოხდა და როგორ იყო ეს უკვე ძალიან რთული, ძალიან ძველი მოსაყოლია. შოთა ჩოჩიშვილმა დიდ სპორტში მხოლოდ 8 წელი დაჰყო. ეს დიდი სპორტსმენისათვის საკმაოდ მცირე პერიოდია. მიუხედავად ამისა, მან ამ მონაკვეთში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. ოლიმპიურ ოქროს 1976 წელს მონრეალში ბრინჯაოს მიუმატა. მანამდე კი გახდა ბერლინის, ამსტერდამის, ვენის, თბილისის, მოსკოვის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ევროპის გუნდურ ჩემპიონატში წარმატების შემდეგ მადრიდში, კიევსა და ლონდონში სამჯერ გახდა კონტინენტის ვერცხლის პრიზიორი პირად შეჯიბრებანი. ახლაც მსოფლიოს უნივერსიადის ფინალისტი, მსოფლიოს ჩემპიონატის призиори, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების вертолетისა და ბრინჯაოს მედლების лауреат. Супер талантливый был человек, который из этого таланта через труд сумел достичь таких результатов. Он же был, кроме того, что олимпийским чемпионом, он же был потом бронзовым призером на следующей Олимпийской игры. И когда с японцами он выиграл в тот момент, когда, в принципе, японцев никто не думал, что победить возможно. Был Гейсинг старший, да, но там у него просто супер талант, супер данные были, он был высокий, громадный, таким бороться не мог. А Чичишвили показал, что у них можно выиграть. И не просто их шлепал, знаете, у него как пробилом бросок был. Ну, это чисто вроде перспективы. И я скажу, что уже после него, вот уже поколение, вот сейчас Невзоров вышел, он главный тренер сборной команды, но он был олимпийским чемпионом в 1976 году, тоже Чичишвили достал. Мы можем его пригласить, он как бы вот расскажет, он расскажет, что такое Чичишвили. Нашему поколению для меня это на самом деле человек, который нам помог, потому что нам уже было легче, мы уже знали, что японцев побеждать можно. А это психологический барьер, это очень важно. Как спортсмен для меня Шота это человек, который был первый, который пробил дорогу. Когда он выиграл Олимпийские, лично мое мнение было, это не как бы не как созвездие, как гром среди бела дня.
что настолько было неожиданно, настолько было это для нас, здесь это перейти барьер, он был первым, кто его перешел. Это был такой, скажем, психологический барьер, что японцы невозможно было. Вдруг Шатар, наш парень, его вывез, мы же вместе ходили по ковру вместе, рядом стоит вдруг Сигнута. Как рядом с ним стоять? Он же выиграл олимпийские, выиграл японцев. И для нас это, конечно, было как бы, мы тоже можем победить. И наши тоже, он был первый, зачем мы пошли. კიდევ ძიუდოში თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატსაც კი უწოდებენ. აქ თავს იყრიდა პლანეტის ყველა უძლიერესი. 1970 წელს სწორედ ამ ტურნირში გამარჯვების შემდეგ 20 წლის ჭაბუკმა მიიპყრო მაშინდელი საბჭოთა ნაკრების მესვეურთა ყურადღება, რომლებმაც იმთავითვე ამოიცნეს ნიჭიერი ფალავნის ფენომენი და 1972 წელს, მაშინ როდესაც ჩოჩიშვილს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც კი არ ჰქონდა მოგებული, ადგილი დაუთმეს ოლიმპიურ ნაკრებში. ეს მაშინდელი წესებით დაუშვებელი იყო, მაგრამ ფაქტია. ასე ყურა თქვა უნდა გურამ პაპიდაშვილს. გურამ პაპიდაშვილს კლუბ ინდენია შეძლო მე შემდგომში უკვე ერთხელ მაგრამ აქ იყო რა თქმა უნდა ვლადიმერ მიხაილოვიჩ ანდრეევი. ეს პიროვნება შეავალა ის უკვე აღარ არის ამ ქვეყანას გარდაიცვალა. მაგრამ შენი ცხოვრების მანძილზე შენ გულში დარჩა. მე მას უყვარს. როგორც სპორტსმენი მე მას უყვარს, როგორც მოქალაქე გამარჯვებამ განაპირობა. თქვენში დაინახა ის ფენომენი. კი. მე როგორც თქვი ახლა მე ამას ვამართლებ. წარმოგიდგენია რომ თელ ამ ნაკრებში შენ აი ასე უნდა გითხრას მე ოფიციალურ შეხვედრებში დამიგიან რომ არც ერთი არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ვიღაცას მე დავეჭამ. ეს რა ეს არ ყოფილა. ამის ფიზიკური ძალას ყოფნა და ტექნიკას ყოფნა და ტაქტიკა. აი პერიოდი, როდესაც შოთას დაეცა მაშინელი საბჭოთა კავშირის რეისება, მართლაც რთული იყო ამის გინდა ჩემთვის და თუნდაც ანდრეის ქვენ დამწერლობენ რომ კეთოა შოთა ჩემპიონი გახდა. და სხვათა შორის მაშინ დაგეგმა იყო, მაგრამ დაგეგმა სოფლიოროვის იარაღი, სპორტის ვაი დავშან აგეომნე სამეავი მეყუდე და შოთა ქონდა გათვალისწინებული შოთა იყო ნეფსია ორდურთან მიუხედავად, მაგრამ ერთი რამ იყო. აი ილეც და არსენალი რომელიც ამას გააჩნდა და ქართული კიდეობიდან შეიძლება ითქვას. აი ილეცების პრობლემას რასაც გააჩნდა, უნდა გითხრა რომ ეს ყველა დამარცხდა. ამას როიტმან დაბლა კიდეობა ჩოგდენში შეუნეულებით მახსოველი ესენი ამი გამორიცხული იყო. ის ისინი იყო დგომი. და დგომის კიდე შეუდარებელი იყო მსოფლიოში. შეუდარებელი. და სწორედ აი ამის კისული იყო ეს ბრუნი იყო თუ მოგვერდი აი ყველა გახდა ქართული კიდეობის ილეთების მსხვერპლი. და ის ნახა ისონი თამაშების დაუშვა ჩანაწერები ის დაამარცხა. ეს წარმოენ თუნდაც ის ყველა ქართული ილეთების სამუზეუმო დამოუკრება. და შოთას ეს ქონდა გარდა ამის უნარი ქონდა აი ეს ისებინა. 1972 წლის 1 სექტემბერს მიუნხენის სპორტჰალეს დარბაზში შოთა ჩოჩიშვილმა 6 შეხვედრა გამართა. პირველი მოუგო სამხრეთ კორეელ ჩოდო იუნგს. მეორე ორთაბრძოლა გამართა ოლიმპიადის აღიარებულ ფავორიტთან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იაპონელ ფუმინო სასაჰარასთან. ჩოჩიშვილმა მას კისულის ილეთის წყალობით წმინდად მოუგო და ეს კადრები, რომელსაც თქვენ ადევნებთ თვალს, იაპონიის ძიუდო სკოლაში დღესაც სასწავლო მეთოდიკაში გამოიყენება. მესამე შეხვედრაში დიდ ბრიტანელ დევიდ სტარბურგთან საჯების გადაწყვეტილებით ჰანტეით უპირატესობა ინგლისელს მიეკუთვნა. რჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ იგი გზას ფინალისაკენ გაიკაფოს და შოთა ჩოჩიშვილი კვლავ ჩაებმევა ტურნირში. მახსენდება, ალბათ ბატონი კოტები გაიასწრა. კონცეფცია ესეთი რაღაცა ამოფარებული ნავს. 90 კილო ვიყავი და დაბალი მქონდა სეზონასთან შედარებით. და ნუ რადიოები ჩასულები მარტო წევას და ახლა გონებაში ვატრიალებ ამას თუ რა როგორ რანაირად ის დაგავაკეთებს და აი მოსა რამდენ შემოვიდა ბატონი კოტ. მაგრამ
მე ლაპარაკებ, მაგრამ მე არ მეცის იგი ლაპარაკი. მე ხელი წაიკნა და გავიდა და. შემდეგ შევედის საკთა შოთა აგებული შოთა ისა. შეფუთი მარტო კვირი შოთა ეს პატარა და მოვიწყო ხოთას ნაწილად ხაუდი. ოღონდ დამინა ხამის ნაუბადა შეჩამონა თავიდან ახლა მე ოსია ფასიანი არა თქვენია ქართველი ხარ ასე თქო იაპონელი არ ჯიდავს და აუ ქართველი ხარ აუხმაუდი დამიწინება გამოვიდა ანდრეევიჩემ განასა აღარ ვხვიდა ჩემთვის მილერი ისი მონგებია და მაშინ წადებული შეხვედრის შემდეგ თუ იმან მოიგო ვინცენ და გამახა შენ კიდე ერთხელ შეხავ ხარტულში ამ ცხრელში და ასეთ მოხდა სტარტის მოგილე მოიგო და შოთა კვლავ შევიდა ამის შემდეგ დაიწყო კასკადი ფანტასტიკური გამარჯვებები შოთა ჩოჩიშვილმა ფინალამდე კიდევ 3 შეხვედრა გამართა და 3-ვე წმინდად 1 წუთის განმავლობაში მოიგო. გაამარცხა ფრანგი პიერ ალბერტინი, ამერიკელი ჯეიმს უილიამსი, გერმანელი პაულ ბარტი და ფინალში კვლავ ინგლისელი დევიდ სტარბრუკი შეხვდა. დაი ფინალური შეხვედრა ისევ სტარბრუკი და შოთა ჩოჩიშვილი. შოთა უკვე ფრთხილობს, მაგრამ თვითონ ერთ-ერთ იმაში გადაღებულია და თავისუფლად ლაპარაკობს ამას. როგორც თავისუფლად წინა უკვე თითქოს ფინალი კი არ არის, ამიტომ რაღაც უბრალო რაღაც მართლა წინა თითქოს სპარინგ პარტნიორთან ვარდის ნაკარებს, ასე იწირავა. არ დაუშვა არც ერთი შესაძლებელი შემთხვევა. და ხოლმე ჯუდო ერთ წამოხრავს და გადააბრუნენ ბაზარი და მე 200 კოკა რო გაუკეთო და სუცხოი დახმევინო ტატამი ის არის გამარჯვებული. ასეთია წელიწადი ხოსად. ერთი სიტყვით რევანში შეძლო. ჩოჩიშვილმა მოუგო სტარბრუკს, მოუგო ჰანტეიდს და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 22 წლის ჭაბუკი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადის ოქროს მედალი კერძზე ჩამოიგიდა. შოთა ჩოჩიშვილის მაგალითზე ბევრი დიდი სპორტსმენი აღიზარდა. საერთოდ გორის სკოლა არის ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში. იქ არის თემურ ხობულური, იქ არის ყოლა ყურტანიძე, იქ არის აზო კიბროწაშვილი, გიორგი თენაძე, ვაზაგაშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი და მთელი პლიადა არის. ეს მე პირდაპირ პარალელს გავავლებდი, რომ ეს დიდი დამსახურებაა შოთა ჩოჩიშვილის. პირადად აი ჩემთან ურთიერთობაში რაც შეეხება მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მიუხენიდან ბრუნდებოდა შოთა ჩოჩიშვილი. როგორ ხდებოდა მას გორის საზოგადოება, მთელი საქართველო როგორ ხდებოდა. ჩემთვის ვიდექი კუთხეში და ვფიქრობდი, ნეტა თუ მოვა ის დრო, როცა ესეთი ესე მეც ხალხი შემხდება. და ზუსტად 8 წელიწადი დამჭირდა აი ამ რომ მიტყვიან შემოცნებასთან და მეც ზუსტად 80 წელში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შოთა ჩოჩიშვილი ერთად ჩემთვის არის ეს ეტალონი ადამიანია ჩემთვის. მე ყოველთვის ვოცნებობდი რომ აი გამოსულიყავ ოლიმპიური ჩემპიონი შოთას შემხედარე, ბატონი შოთას შემხედარე. ახლა მე მივამგზავრები ოლიმპიურ თამაშებზე და თუ მე იქ შედეგს მივახტე, ეს უჭირად ნამდვილად შოთა ჩოჩიშვილის დამსახურება იქნება. 1976 წელს მონრეალში ოლიმპიურ თამაშებზე შოთა ჩოჩიშვილს შეეძლო კიდევ ერთხელ მოიგო ოქროს მედალი. ასევე 1975 წელს ვენაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაგრამ ამჯერად ფორტუნამ მას ზურგი აქცია. შემდეგ წელში დახსოვთ მე მონრეალში ვიჭირდა და მესამე ადგილი აღარ. ესე იგი იყო შესაძლებლობა. იქაც აი ეს იაპონელთან როგორც თქვენ ხოლმე ის ნიჩია რასტაბოს ერთმა მომცა შეხვედრისა სამი საბერძნოს ერთმა მას და შუამავალმა ამერიკელმა იაპონელმა გაუშურა ხელი მას. და აი მსოფლიო პირველობა 75 წელს ვენაში ანალოგიურად არის ეს ალბათ ხალხთან როგორც თქვენ იქ რო გავიფართოვებდი უთამაშებზე მე რაღაცა აქტიურად მე მოვიგე იგივე იაპონელთან უემურასთან დავაღდა სულთა კეზინგი ეს რობერტელა ჰოლანდიელი რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ჩამოვიდა იმან თქვა სიმონ წესუთა მე სიხარულით დავწეხი თამს ეს გადმოდგენდა შეფოჭოდა მე ხელი დავყარი ადექიმეთ სულთა აღოყენე და იმას მისწორ შეხვედრა და აი ფანდი ახლა მე შემიძლია ციგნი მოგიტანოთ
გადის სოფლიო მასშტაბით და აჩვენებენ როგორც საუკეთესო ფანს სხვა საუკეთესო ფანებთან ერთად. 1977 წელს ფეხის მძიმე ტრავმის გამო 27 წლის შოთა ჩოჩიშვილი ეთხოვება დიდ სპორტს. მას შემდეგ 23 წელი გავიდა და ამ დღეებში გორის რაიონში საზეიმოდ აღინიშნება შოთა ჩოჩიშვილის 50 წლისთავი. ბატონი შოთა როგორც სპორტსმენი თავისთავად სოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენია, მაგრამ როგორც პიროვნება განსაკუთრებული თავისი პიროვნული ხასიათის და განსაკუთრებული თავისი დიდი ქართველობით უფრო საამაყოა იცით. მერც მაქნას რომ ბატონი შოთას ნაირი არამატა სპორტსმენები, არამედ მოქალაქეები გაუწოდეს საქართველოს. ეს არის ჩემი მშობლიური სოფელი. აღდა ესვა ჩემი ეყონი. მთელი სიტყვა და სიყვარული სამშობლოსადმი, ადამიანისადმი. აი სწორედ ამ სოფელში მიიღე, აქ ჩაეყარა ყველაფერს საფუძველს. თელჩენ ძალიან თბილი ადამიანი იყო. პედაგოგი. თავაკოლოს ერთი პრობლემა ჰქონდა ჩვენთან, რომ თაკოლოდა თუ არა დაავადებისაფრთხე, მაშინ მივარდებოდა და გავგიხეს საგმირო თემად დაწერილი გიმნაზიის სოხომიანი, ამირანიანი და ასე დილამდე აღშობოდით და უსმენდით და საბათას ვარდლაზე ჩვენ. მამა მოჭიდავე. და დედა ყოველთვის მიდიძებდა, რომ მე მოჭიდავე ყოფილიყავი და ყოველთვის მაგალითი მომყავდა. так კაცი მე როგორც კახეთში და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ზაფხულობით ქართული ჭიდაობა იმართება. და მაშინ უფრო რომ უთხრა ხოლმე ხალხი ხალისიანი იყო და ნაკლად ხშირად იმართებოდა ხოლმე. მე პატარობდანვე დავყავდი და ერთ-ერთი რომ უთხრა ხოლმე ის გამორჩეული პატარა ბიჭი ვიყავი. რომელიც უმართლებდი ხოლმე სოფელებს, მე რაიონელებს, მე იმას და რაც შეეხება ძიუდოს ჩემი ხედვა მაგრამ უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა გურამ პაპიდაშვილის სკოლა, აზორხი ბროცაშვილი, აზორხი იქნათა. დაინტერესდა ხლა ჭიდაობა მინდა და ახლა ეს სიმაღლეებიდან მეჩვენებოდნენ ესენი ახლა მე რო პატარას რო აი ესენი იყვნენ რაღაცა მოვლენები. და მე უკვე სწრაფვა ამხოლდა რომ რაღაცნაირად მოხვედრილიყავი გურამთან თანაც გორში. ძალიან კარგად მახსოვს. პირველად შოთა ჩოჩიშვილი ბავშვი შემოვიდა საჭიდაო დარგაში. იმ პერიოდში უკვე ევროპის ჩემპიონი ვიყავი და მასთან ვარჯიშობდი, მას დიდი ინტერესი ქონდა და დიდი სიხარული ქონდა ჩემთან ვარჯიში და მაშინვე იგრძნობოდა ამ კაცში დიდი სწრაფვა, დიდი მონდომება და აი ამ სწრაფისა და მონდომების შედეგად მიაღწია ამ ყველა დიდ შედეგებს. მე შემიძლია თამარ თქვა, რომ სოფლიო მასშტაბით ყველა დროის ძიუდოისტი თუ იქნება ლაბარაკი, შოთა ჩოჩიშვილის სამეულშია. ესეთი ეფექტური, ესეთი უმაღლეს დონეზე შემსრულებელი ინერციების და ესეთი ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურად და ფიზიკურად ძლიერი მეორე არ ვიცი. შოთა ჩოჩიშვილს ცხოვრება და საქმიანობა გორში უხდება. მიუხედავად ამისა, მშობლიურ სოფელზე ზრუნვა ერთი წუთითაც არ ავიწყდება. სულ ახლახან უსასყიდლო დააშენა სტადიონი, დასასვენებელი შადრევნებიანი სკვერი, ღვთისმშობლის ბაზილიკა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. ეკლესიის აშენება ეს გადაწყვეტილება არ არის, ეს სულში და გულში გამსგარი გრძნობა ღმერთის მიმართ სიყვარული და ეს არც აი წინადადისა არ იყოს, არ არის ეს წინადადებული, ეს შენდა გინდოდეს, ეს შენდა გწამდეს და იქ არა ვაშენე თითოეული ქვა ნაკოცნია და თითოეული ხესველოლი ახლა და ჩემი დეიდაშვილი ყობა კურდანიცა დედაცემი და მისი დედა დედი არიან. აი მაგ სალოცავი ზეიდან გავდივით ხოლმე საკუთრად საწიდაოდ რომ მიდიოდი. მიუხედავად ის მეზობელი სოფლის ცხოვრობს აგერა, მაგრამ გადმოდიოდა და შემოული დაგოცდა და მიდიოდა და ერთი სოფლიო ჩემპიონი, მეორე ოლიმპიური ჩემპიონი.
ბევრჯერ მინახია მე შოთა ჭიდაობის დროსაც და როგორც მაყურებლის როლში და ყოველთვის მიკვირდა მისი გარდასახვა. იგი ჩემს თვალწინ ერთი სამყაროდან გადადიოდა მეორე სამყაროში და ამ სამყაროში უკვე ჩვენ მის ახლობლებს გარშემო მყოფს ადგილი არ მქონდა უკვე. იგი ამ სამყაროთი დღესაც სუნთქავს და ცოცხლობს. იგი სასწაულად შრომის მოყვარეა და დღესაც რეალობაში ასეთი შრომის მოყვარეა. უაღრესად თბილი, მზრუნველი და ამავე დროს საკმაოდ მკაცრი მამაც არის. შოთა ჩოჩიშვილის შვილებმა რეზომ და რამაზიმაც მოიგეს საჭიდაო ჭოხები. მართალია მამასავი ტიტულოვანი ვერ გახდნენ, მაგრამ ურიგო შედეგები არაა. რამაზი დღესაც საქართველოს ნაკრების წევრი და სიდნეის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატია. შოთა ჩოჩიშვილს კი 11 წლის წინ კიდევ ერთხელ მოუხდა კიმონოს ჩაცმა და იაპონიაში ტოკიო დომის 60,000-იან სავსე დარბაზში გამოსვლა ამჯერად პროფესიონალურ ორთაბრძოლაში იაპონიის გმირ და ბეჭდაუდებელ პალავან ანტონიო ინოკისთან. იაპონელ გოლიათს ამ შეხვედრამდე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, მათ შორის მსოფლიოს უძლიერეს მოჭიდავეებსა თუ მოკრივეებთან. ეს ტრადიცია ჩოჩიშვილმა დაარღვია. თქვენ წარმოვიდგინეთ, უარეს კითხვა საკმაოდ დიდ განსახჯელოზე და ტოკიო დომის ხალიჩაზე ანტონიო ინოკი შერცხვენილი დატოვა. ეს იყო 11 წლის წინ. ამ დღეებში კი გორის რაიონი აღნიშნავს თავისი სახელოვანი შვილის, პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად სპორტული მოღვაწის, ბიზნესმენისა და ხელმოქმედის შოთა ჩოჩიშვილის საიუბილეო 50 წლის. შოთა 50 წლის ხდებიჩო. მე მეგონა შენ წლები არ უღერეოდა. მე მგონია სულ ის ბუჯი იქნებოდი საოცრად მოხდენდა ამას. ანალოგია ხალხამარჯვების ყველაფერზე და გეცინება თითქოს დაცილი მოულოდა სოჩენ ჩემპიონი გახდა. და ისე შვიხენს რაღაც რო თითქოს ეზოში მოიგე ბიჭებთან ჭიდაობაში და არა სოფლიო მთელი პლანეტის საუკეთესო მოჭიდავეები დაამარცხა. ეს გამოგარჩევდა სხვებისაგან, ეს გამოვარჩევს ახლაც 50 წლის ვაჟკაცს. ისე დავწუდით ეს რომ არ ვიცი ალბათ ბაბუა ხარ. სამი აგერ მოვუკანა ხომ დავიშვილის ხარ. გაგიზარდო შემოშოთა და მალე დამწერდნენ რომ მე ძალიან ბევრი შვილი ყავდა. თან ორი შვილთაშვილიც ყავს. ასე რომ მოსწრებოდეს შვილთაშვილებს, მათ შვილებს მე ამაყოთ ყოველთვის რა ის დიდი ჩოჩიშვილი იყო ჩვენი პაპა, იყო ჩვენი დიდი ბაბა, ჩვენი მამა, იყო ჩვენი მამამთილი. ყოველხი და გეკუთვნის ერთი ცილხვევრი ბედნიერება ქართველი კაცსა, რომელსაც თუ ვინმე ამ მიწაზე იმსახურებს, შენ ერთი პიროვთან არის. ფიქრობ, რამას ფიქრობ, მაგრამ ვერ ყოფილი ყველაფერს. ჩვენ ფიქრი რა არის? ჩვენ ქვეყნის საქართველოს პარლამენტის დღე თუ ხელს შევიდა ვიქნებით ყველა პატრიოტები, არალმართლები და ჩვენ სამშობლოს ცდები მსახურები ყველაფერი გარდაგვიდგა.